უკაცრავად, ერთ წუთი შალვა, უკაცრავად. თქვენ 2008 წლის დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ დამამთავრებინე და რატო არ საუბრობდნენ? აი ხა მე როგორც საუბრობ. მაშინდელი ხელისუფლება რა საუბრობდა? შემოვიდა რუსებიო, საუბრობდნენ 7 და 8 აგვისტოს? საუბრობდნენ ამას? თქვენ ხო ტელევიზიის წარმომადგენლები ხართ და ჟურნალისტი ბრძანდებით. აი ამაზე მაქვს საუბარი. არქივს, არა უყურეთ მომისმინე, არქივს ვერ წაშლით. 2008 წლის ეს ბიჭები რომ შეეწირენ, არა დამამთავრებინ ეს ბიჭები. გოგიდა რომ გიპასუხოთ. პასუხობთ. თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც 7 და 8 აგვისტოს ისინი არ ახსენებდნენ საერთოდ რუსებს. არ ახსენებდნენ. და არის არქივი. რა გააკეთეს? მე რა მეკადრება არქივი არსებობს. მე რა მეკადრება. რატო არ თქვენსო შემოსული იყო და რატო არ უზრუნველყეს ჩვენი საზოგადოება რომ ეცნობებინათ საზოგადოების რომ 7-ში შემოსული იყო რუსების ჯარი. რატო არ უზრუნველყეს ეს ყველაფერი? საიდან მოიტანეთ რომ არ უზრუნველყეს? არქივი არსებობს, შეგიძლიათ თქვენ თუ შეიძლება ჩართეთ და ნახეთ და თუ არა გაქვთ ამის საშუალება საქართველოს საზოგადოება ამის შესახებ იცის. რუსეთი იმ შუაში არის რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი რომ იყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი ომის შემდეგ რეზოლუციას რომ გეკითხებით, ლარსე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? 30 სტრატეგიული ობიექტი თუ მიყიდეს, ჩვენ იგივეს კი არ ვაკეთებთ. ჩვენ იცი რა გავაკეთეთ? საქართველოს კი არ ვაბრალებთ, საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვიცავთ ამათ დიდებას, მაგრამ ამათ დიდებას, ვინც დანაშაული ჩაედინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს და ვინც იყო ხელისუფლებაში. ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. ამათ არ ვეუნები. პასუხი აგონ ყველამ თავის საქციელზე. როცა 7-ში აქ შემოდიოდა თურმე რუსეთი და არ ეუნება საკუთარ საზოგადოებას და პირდაპირ მიდის და იწყებს მანევრებს და სიმართლეს არ ეუნება სხვა რამე საუბრობ, მოგიწევთ, ვიცი რა არის? თქვენ მოგიწევთ ამ სიმართლის აღიარება, ან მოგიწევთ აღიარება, ან დაემორჩილებით საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას. ჟურნალისტი თუ ბრძანდებით, არქივს ჩახედეთ და თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება. კარგად?